გავარჯობოთ მეგობრებო, როგორ ხართ, როგორ მოგიკითხოთ, დიდი იმედი მაქვს, რომ კარგად ხართ. დღეს გვექნება საუბარი ნეპტუნზე და ნიშნებისთვის, რომელ სახლში იქნება ნეპტუნი. და შევახსენებ საკუთარ თავს ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ ნეპტუნი 31, ანუ დღეს 31 მარტიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით და უკვე შემდეგ წელს 2026 წელს მთლიანად იგი შევა სხვადასხვა ნიშნებისთვის სხვადასხვა სახლებში, რასაც თავისი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. ზოგადად ნეპტუნი არის პლანეტა, რომელსაც უყვარს ქაოსი, რომელიც ყველაფერს აფართოებს, ასე ვთქვათ, ხსნის ყველანაირ საზღვრებს. შესაბამისად ამისა და ძალიან ბევრი მიმართულება აქვს. ამ დროს ადამიანების ინტუიცია უმძაფრდებათ ხოლმე. ასევე ნეპტუნი არის ერთის მხრივ, ანუ ადამიანებზე საუბრობს, რომელიც თავისი ფასეულობებისთვის იბრძვიან, ხო, ამ საზღვრებს არღვევენ. მაშ მოდით უშუალოდ განვიხილოთ ახლა რომელი ნიშნისთვის, რომელ სახლში იქნება ნეპტუნი. და შესაბამისად ამისა უფრო დეტალურად გავიაროთ. დავიწყოთ ვერძებით. ვერძებისთვის ნეპტუნი იქნება პირველ სახლში, რაც იმას მიუთითებს, რომ დიდი ალბათობით უკიდურესობების თემა არის აქ. ჯერთი პირველი სახლი არის სახლი, რომელიც განაგებს როგორც შინაგან მეს, ასევე ჩემს ვიზუალს. შესაბამისად ამისა, შეიძლება ვერძებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ და მას რა ქვია, დაარღვევენ ყველანაირი საზღვარი, ყველანაირი სტერეოტიპი, რაც შეეხება ვიზუალს. და რაღაცა ძალიან მოუნდათ, რომ ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდნენ, რაღაცა სხვანაირი პროცედურები ჩაიტარონ. ასევე ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ადამიანი შინაგანად შეიცვლება, ადამიანის ფასეულობები დიდი ალბათობით შეიცვლება, გადასხვაფერდება, ასე ვთქვათ. ასევე რა თქმა უნდა, ძლიერი ინტუიციაც იქნება აქ და ის ინტუიტიურად მიხვდებიან ვერძები, საით წავიდნენ, როგორ განავითარონ საკუთარი თავი და ზოგადად აქ ახლა ორი უკიდურესობა რაში იქნება. ან შეიძლება თუ ვიღაცას წონაში დაკლება გინდათ, შეიძლება რომ ძალიან მაგრად დაიკლოთ, ან პირიქით იმდენად მოეშვათ, რომ წონაში მოიმატოთ. რა, აი ეს ეცადეთ, რომ ის ბალანსი დაიცვათ რა და თუ გინდათ რომ დაიკლოთ, შანსი გექნებათ ამისა. თუმცაღა, აი ცდუნება ყოველთვის იქნება, რომ იქნებ დავარღვიო, იქნებ ვთქვათ, მერე რა და ასე შემდეგ. და ნუ რაც ჭარბწონიანობას მოიტანს თავისთავად. შემდეგ ნეპტუნი ასევე განაგთან მისი პირველ სახლში ყოფნა მეტყოლებს იმაზე, რომ შეიძლება რაღაცა ძველი ჩვევები დაიბრუნოთ, ან თუ არ და ახალი ჩვევები გამოიმუშაოთ, ხო? და იმედი მაქვს, რომ ეს კარგი მიმართულებით იქნება. მოკლედ, მაქსიმალური ყურადღება გექნებათ საკუთარი თავის მიმართ, საკუთარი პერსონის მიმართ, საკუთარი ვიზუალის მიმართ. ძვირფასო კუროებო, თქვენთვის ეს არის მე-12 სახლი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აი პირველი შეიძლება ბევრმა კურომ დაემშვიდობოს როგორც ადამიანებს, ისე მოვლენებს, ისე სიტუაციებს და საბოლოო ჯამში მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ წერტილი დაუსვათ რაღაც კონკრეტულ სიტუაციებს, მოვლენებს, ადამიანებს და მოშორდეთ იმ გარემოს, რაც თქვენზე ცუდად მოქმედებს. მეორეს მხრივ, მძაფრი ინტუიცია აქაც, იმიტომ რომ ზოგადად ნეპტუნი ძალიან მძაფრი ინტუიცია აქვს ხოლმე, შესაბამისად ამისა, ეს ყველა ნიშნის წესია, მაგრამ აი კუროებისთვის უფრო ორმაგად ესეა, იმიტომ რომ თან მე-12 სახლში არის ის. შემდეგ რაღაცა ამბები შეიძლება გაიგოთ, თუ ვინმე ყავთ ციხეში იქიდან, ან თქვენ თვითონ გქონდეთ რაიმე ესეთი საკითხები, ასე ვთქვათ, ციხესთან დაკავშირებული, საავადმყოფოსთან დაკავშირებული, მავნე ნივთიერებებთან დაკავშირებული და ვიღაცისთვის რელიგია იქნება ძალიან აქტუალური, შეიძლება ვიღაცამ შეიცვალოს რელიგია, ან ვთქვათ, სხვანაირად შეხედოს რაღაცას და ვიღაცამ თქვას, რომ რაღაც სხვანაირი საზღვრები დაიწესოს, ან პირიქით დაარღვიოს ეს საზღვრები. შემდეგი არის
ტყუპებით ეს არის მე-11 სახლი. აქტუალური საკითხები იქნება ნეპტუნისთვის სამეგობრო წრე, რომელიც დიდი ალბათობით ძალიან გაიზრდება, მიზნების დასახვა, მიზნების რეალიზებაში მოყვანა, თუმცა აქ ილუზიებიც, ხო? აქ მთავარი დასაკურებელი მომენტი არის ის, რომ ილუზიებში არ გაეხვეთ და ის რეალიზმი არ დაკარგოთ, რომელიც დაგეხმარებათ შემდეგ ამ მიზნების მიღწევაში. და რაღაც სული, ანუ ძალიან მაგრა ამ სიტყვას გამოვიყენებ, დაამუღამებთ ტექნიკას და ინტერნეტ სფეროს ზოგადად რა. და კიდე კარგია პოპულარობისთვის, ანუ შანსი მოგეცემათ იმისთვის, რომ გახდეთ პოპულარული. შემდეგი არის კირჩხიბი. კირჩხიბებისთვის ეს არის მე-10 სახლი. მე-10 სახლი არის სტატუსის სახლი, ანუ დიდი ალბათობით ოჯახის წევრების რაოდენობა იზრდება, სტატუსი იცვლება, ვიღაცა თხოვდება, ვიღაცა ცოლი მოყავს, ვიღაცა ბებია ხდება და ასე შემდეგ. ასევე სამსახურეობრივი სტატუსიც იცვლება, ვიღაცას თქვათ უფრო მაღალ სტატუსს შესთავაზებენ და ამ მხრივ ძალიან კარგია. ნებისმიერ შემთხვევაში ნეპტუნი მე-10 სახლში არის სტატუსის ცვლილება, თუმცა აქ ეხლა რაშია საქმე? აქ კიდე არის რომ რაღაცა ხო პარალელურად ახლა თუ ახალი სტატუს შემოგთავაზეთ, ძველ სტატუსს დაკარგოთ, ან დაკარგვასთანაც არის კავშირში რა. ასევე შეიძლება ოჯახის წევრის დაკარგვაც. ეს როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ანუ მაგალითად ვიღაცა გავიდეს სხვა სახლში საცხოვრებლად. ან თქვათ ვიღაცა ძალიან თქვათ ასაკიანი, ან არ ვიცი, ან მოი რაღაცა ამ მხრივ შეიძლება იყოს ესეთი ამბავიც, ხო? ყველას გისურვებთ კარგ ამბებს, აბსოლუტურად ყველას, ხო? და ღმერთი მაქნას, რომ კიდე ცალკე სახლები შეიძინონ ადამიანები და გადავიდნენ ცალკე სახლში საცხოვრებლად. შემდეგი არის მაშ ლომი. ლომებისთვის ეს არის მე-9 სახლი. მე-9 სახლი არის ზოგადად მე-9 სახლი არის რელიგიის, იურიდიული საკითხების, მოგზაურობა, უცხოენები, შემდეგ რელიგია, მოგზაურობა, უცხოენები, ფილოსოფია, ყველაფერი ასეთი. შეიძლება ნეპტუნმა მე-9 სახლში მოგიტანოთ ჯერ ერთი, რომ ბევრი უცხოელი მეგობარი, ხო? ან სიტყვაზე რაღაცა ერთბაშად ბევრი ენა სწავლა მოგიწიოთ, ან თქვენ თვითონ დაგეგმოთ, რომ ბევრი ენა შეისწავლოთ. ასევე ისევ და ისევ, ხო, ან რელიგიის თემა, როგორც ხედავთ, აქაც აქტუალურია და აზრის შეცვლა რელიგიაზე, რელიგიურ მრწამსზე და ზოგადად რწმენაზე. და საზღვრების დარღვევა ამ მიმართულებით, ხო? ასევე იურიდიული საკითხები აქტუალური იქნება, რა თქმა უნდა. შეიძლება რაღაცა გამგზავრება მოგინდეთ და თქვათ მოაგვაროთ ეს დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები, ხო? ნეპტუნი ამ მხრივ ხელგაშლილი იქნება რა და ეს საკითხები იქნება აქტუალური. და დიდი ალბათობით თუ დიდი ხანია გინდოთ სადმე წასვლა, ეს შანსი იყოს, რომ წახვიდეთ სადმე. სხვადასხვა ეს ეხება კუროებსაც. შემდეგი არის ქალწული. ქალწულისთვის ეს არის მე-8 სახლი. აქტუალური საკითხები იქნება სექსუალური ურთიერთობა, ინტუიციის სიძლიერე თავისთავად. აი პარალელს ვავლებ, იმიტომ რომ მიხვდეთ, იმიტომ რომ სახლები რაღაცნაირად გადაიკვეთება ხოლმე ერთმანეთში, ხო? აქაც ინტუიცია ძლიერი, მაშ ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ზოგადად ტრანსფორმაცია, ღრმა ტრანსფორმაცია, ნეპტუნი მე-8 სახლში, ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. აი რაღაცა ისეთ შეიძლება მოხდეს, რაც აი ძირფესვიანად შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ან თქვენ ცხოვრებას, ხო? უკეთესობისკენ. რაღაცები რაც ხდება ხოლმე, ხანდახან კი გული გვწვდება ხოლმე, მაგრამ იმისთვის ხდება, რომ რაღაცა უკეთესობისკენ წავიდეს საქმე, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვეჩვევით ხოლმე რაღაც ერთს და მერე გვიჭირს ხოლმე იმ კომფორტის ზონიდან გამოსვლა. და აი ნეპტუნი ამაში დაგვეხმარება. მაშ ესე იგი ბანკის თემა, კრედიტების თემა, დიდი თანხები, ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობით დარჩენილი რაღაცა მიწა, ფული და ასე შემდეგ, ვიღაცისთვის სასამართლოს თემიდან, ანუ შეიძლება სასამართლოში მოიგო ფული და აქედან მქონდეს, ანუ რაღაცა შეიძლება ბანკმა სესხი მოგცეთ დიდ ძალიან რაღაცა, ხო და კიდე პარტნიორის ფინანსებიც ამაში შედის. ანუ ნეპტუნი რაშვება, ესე იგი ამ ყველაფერს აფართოვებს, ხო? ანუ შესაბამისად ამისა დიდი ალბათობით ის იქნება, რა ქვია, ძალიან ბევრი თანხები გექნებათ. საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი.
შემდეგი არის სასწორი. სასწორებისთვის ეს არის მეშვიდე სახლი. მეშვიდე სახლი არის პარტნიორების სახლი, მეტოქეების სახლი. შესაბამისად ამისა, აქტუალური საკითხები იქნება აი ეს ზუსტად პარტნიორთან ურთიერთობა, ოჯახის თემატიკა და მტრებთან ურთიერთობა. ეხლა ნეპტუნი დიდ წრეს მოგცემთ სავარაუდოდ და ასევე ოჯახის წევრების მომატებას. და შესაბამისად აქვე, ანუ ყველაფერს აქვს პლუსი და მინუსი, ხო? ვთქვათ, შეიძლება ერთად ცხოვრობ და გადავიდნენ სხვა სახლში, ხო? მაგრამ დიდი ალბათობით უფრო მომატება არის. და ნუ მეტოქეების მომატებასაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, და მათზე გამარჯვებასაც მეორეს მხრივ, ხო? რა თქმა უნდა, აქ თქვენი სიყოჩაღი და არ უნდა დანებდეთ ახლა. შემდეგი არის, ხო, ოჯახის შექმნაც არის, კი, აი ესეც არის. შემდეგი არის მორიელი. მორიელებისთვის ეს არის მეექვსე სახლი. მეექვსე სახლი არის ჯანმრთელობის სახლი, ყოველდღიური სამუშაოს შესრულების სახლი და ასევე ისა რა ქვია, ოჯახური კი არა, შინაური ცხოველების და ზოგადად ცხოველების სახლი. და ნეპტუნის აქ ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით ვიღაცა გადაწყვეტს, რომ თქვათ ერთი ფისო ყავს, ან ძაღლი ყავს, ან სხვა ცხოველი ყავს და კიდევ უნდა რომ აიყვანოს. ან აქ ფრთხილად იყავით, რომ არ დაგეკარგოთ, არ გაგექცეთ სახლიდან, იმიტომ რომ ამაზეც მიუთითებს, ხო? აი საკითხები, რომლებიც ესე იგი ცხოველებს ეხება, თქვენ შინაურ ცხოველებს. ან შეიძლება პატარები ეყოლოს. მეორეს მხრივ იმატებს სამუშაო. დიდი ალბათობით ძალიან ჩართული იქნებით სამსახურში და შეიძლება შეიცვალოთ კიდევაც სამსახური. შემდეგი არის ანუ რაღაცა მარტო სამსახური არა, ზოგადად მუშაობა, ანუ ძალიან აქტიური თვეები გელოდებათ და ცვლილებებიც სავსე, რავი, ძალიან ბევრი ცვლილება. და ჯანმრთელობა. ჯანმრთელობის კუთხით აქ კარგია, რომ თქვათ გაესინჯოთ სიტყვაზე, ან თქვათ ჯანსაღი ცხოვრების სტილით დაკავდეთ, ან რაღაცა ვარჯიში დაიწყოთ. მშვენიერია გასახდომად, თუ ვიღაცას მომატება გინდათ, მოსამატებლადაც. შემდეგი არის მშვილდი. მშვილდებისთვის ეს არის მეხუთე სახლი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტუალური საკითხი იქნება ბავშვებთან ურთიერთობა, სცენაზე გამოსვლა, ესე იგი შემოქმედებითობა, კიდევ სასიყვარულო ურთიერთობები. ოღონდ ეს სასიყვარულო ურთიერთობები არ არის სტატუსური ურთიერთობა, ანუ ეს არ არის დაოჯახება, ეს არის აი ფლირტი, ეს არის სასიყვარულო, ცოტა მსუბუქი, მაგრამ ამავდროულად მსუბუქი რომც არ იყოს, სასიყვარულო, ამას არ აქვს სტატუსი, ასე ვთქვათ, ხო? საყვარლების მომატება, ასე ვთქვათ, ან დაკარგვა. აი ეს საკითხები ნეპტუნის, ესე იგი, მეხუთე სახლში შემოსვლა მეტყოლებს იმაზე, რომ თუ ვიღაცას პოპულარობა გინდოდათ, ანუ ეს და სცენაზე გამოსვლა, ეს არის თქვენი შანსი. ან ვიღაცა შეიძლება უბრალოდ დაიღალა და ამბობს, რომ აი იცი რა, ცოტა ხანს უნდა დავისვენო ამ სცენისგან და ასე შემდეგ. ან ვიღაცას იმდენი შემოქმედებითი უნარები წამოუვიდეს, რომ ძალიან გადაეშვას აი ამ ამბებში. შემდეგი არის თხის რქა. თხის რქებისთვის არის მეოთხე სახლი. ეს არის სახლი სამშობლო, დედასთან ურთიერთობა, დედის ჯანმრთელობა, თუ ვიღაც დედა გყავთ გარდაცვლილი მამასთან და თუ მამა გარდაცვლილი გყავთ, შესაბამისად ის ადამიანი, რომელმაც აგზარდათ. ანუ რომელსაც ასე ვთქვათ, დედის ან მამის როლი ჰქონდა შეთავსებული. მიწა, რემონტი, კი ბატონო. აი ეს საკითხები, ნუ ოჯახი თავისთავად, ეს საკითხები იქნება ძალიან აქტუალური. ეხლა ვიღაცა ოჯახს შექმნის, ვიღაცა შეიძლება მიწა აჩუქონ, ან სიტყვაზე რაღაც სახლი აჩუქონ, ხო? რატომაც არა. თუმცა აი ნახეთ, კიდევ ერთხელ ამ ყველაფერს აქ თავის დადებით უარ ყოფითები, ხო? მაგალითად ვიღაცა შეიძლება პირიქით, ანუ ძალიან ყურადღებით იყავით, ხო? შეიძლება რაღაცა მოგატყუონ, ილუზიებში გაგახვიონ, რომ აი თქვა, ჩადე ინვესტიცია ამაში და უცებ აღმოჩნდა, რომ ან ყოველად ჩაგიდეთ ინვესტიცია. ძალიან ყურადღებით იყავით აი ამ საკითხებთან დაკავშირებით და რაც შეეხება დედის ჯანმრთელობას, დროულად მიმართეთ ექიმს თუ ამის ამბავი დგას, ხო? შემდეგი არის მერწყული. მერწყულებისთვის ეს არის მესამე სახლი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქტუალური საკითხები იქნება ნეპტუნისთვის, მაშ მეგობრები, დაძმური ურთიერთობა, მეზობლები, ნათესავები, ტექნიკა, ავტომობილი, კიდევ განათლება, მოკლებადიანი განათლება,
და ეხლა გამახსენე უბრალოდ უნდა ვთქვა, ვინც ბოლომდე მიყურებს ახლა ვიდეოზე, რომ მაშ იმისთვის, ვისთვის იყო ეს ლომებისთვის მეცხრე სახლი, რომელიც იყო აქტუალური, ხო? იქ განათლებად შედიოდა, აი მეთქი რა მავიწყდება და ეხლა გამახსენე და იგივე ეხება, ოღონდ იქ ლომებისთვის რომ თუ არის მეცხრე სახლი, ესე იგი გრძელვადიანი სტატუსური განათლება, რაც უნივერსიტეტს მოიაზრებს, ან რაღაცა ისეთ უნივერსიტეტის დონემდე ასულ დიპლომს ან სერტიფიკატს. აი აქ უკვე იმაში რა ქვია, ეხლა ვეკეთვით, მერწყულებისთვის ეს არის მოკლევადიანი ტრენინგები და ისევ სწავლა, ოღონდ მოკლევადიან პერსპექტივაში და რაღაც უნარების ათვისება, ხო? ძალიან აქტუალური იქნება. და ეს მოიაზრებს ნეპტუნი როგორც საზღვრების დარღვევას, ანუ გადიდებას და ასე შემდეგ, ისევე ანუ თქვენი ცხოვრებიდან რაღაცის წასვლას ან სტატუსის, აი მაგალითად ტრენინგი დაასრულეთ და აი ახლა დაასრულეთ, დასრულება ხო ფაქტობრივად ამ გაგებით წასვლა არის, შესაბამისად რაღაც დიპლომის აღებას, ხო? შემდეგი არის თევზები. თევზებისთვის ეს არის მეორე სახლი, რომელიც მიუთითებს, რომ ნეპტუნი თქვენს მეორე სახლში შემოიტანს ძალიან ბევრ რესურსს, ძალიან ბევრ თანხას და აქტუალური იქნება საკითხები, საკუთარ თავზე მუშაობა, აი რესურსის კუთხით, რა საკუთარ თავში ძალიან ბევრ რესურსს დაინახავთ. მეორეს მხრივ შეიძლება ვთქვათ რაღაცა მავნე, ისეთი თქვენთვის მავნე თვისება თუ გქონდათ, აი ეს ამოიღოთ და რაღაცა უფრო კარგისკენ გადაიხაროთ ამ მიმართულებით რა და ძალიან ბევრი თანხები გექნებათ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ძალიან გამოიმუშავეთ აი ამ თანხას და ნეპტუნი, აი ეს როგორ ძალიან აქტუალური იქნება თანხები, ანუ როგორც დახარჯავთ, ისე ბევრს მიიღებთ, დახარჯავთ მიიღებთ. ანუ აი ეს ძალიან ბევრი ფულის თემები, თანხის, ფინანსების თემები იქნება აქტუალური. მოკლედ, მადლობა რომ მომისმინეთ და აბა წარმატებულ დღეს გისურვებთ ყველას.